დღეს ჩვენს მეგობართან ერთად განცხადება შევიტანეთ თბილისის მერიაში. მისი სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ, რადგანაც ის ცხოვრობს კერძო სახლში, რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები გამოწვეული არის ცენტრალური ბილის გამო, რომელიც უშუალოდ გაედინება მისი კორპუსის სახლის ქვეშ და ეს სახლი დღე ინგრევა და მისი სიცოცხლე თავის წრეწოვან ბავშვთან ერთად და მეუღლესთან ერთად არის საფრთხის ქვეშ. თბილისის მერიას უმორჩილესად ვთხოვთ მსგავსი ტიპის საქმეებზე მოახდინოს დროული რეაგირება და უზრუნველყოს ადამიანების დროულად გადაყვანა ისეთ ადგილზე, სადაც მათი სიცოცხლე იქნება დაცული და მათ სიცოცხლეს არ მიადგება საფრთხე. ეს ადამიანი ყოველ წამს შეიძლება დაშავდეს, ასევე მისი ბავშვები, მისი ოჯახის წევრები. მას მიადგა სერიოზული მატერიალური ზიანი და სახელი და გვარი შეიძლება ვთქვათ? ეს ქალბატონი არის დიანა ბათირაშვილი, რომელსაც სად მოხდა ეს შემთხვევა? შვილები ყავს, მეუღლე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება სამგორში, გიორგი ნადარეიშვილის 18 ნომერში. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი გამოწვეული არის სახელმწიფოს მიერ ჩუმად გაყვანილი ბილის გამო, რომელიც უშუალოდ მათი კერძო სახლის ქვეშ გაედინება და ამის შესახებ თვითონაც ოჯახიც კი არ იყო ინფორმირებული, მაშინ როდესაც სახლი შეიძინეს. მათ აქვს ფოტოები სახლის გასკდომამდე და შემდეგ როგორი არის ბილის გასკდომის შემდეგ. უმორჩილესად ვთხოვს თბილისის მერიას გამგეობას და ყველა სათანადო ორგანოს, რომ დროულად მოახდინოს ამ პრობლემის აღმოფხვრა, რადგან ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობა არის შეუფასებელი. ადამიანის სიცოცხლე მისი აბსოლუტური უფლებაა და ეს უბრალოდ სახელმწიფოს მიერ გაყვანილი მილით და მსგავსი რაღაცებით არ უნდა ზიადებოდეს და ძალიან ვთხოვთ. ახლა ჩვენ გავართ თბილისის მერიის წინ და მიმართავთ შთხოვნით დროულად დავეხმაროთ ამ ადამიანს, რადგანაც მას ყავს წრეწოვანი შვილი. უბრალოდ ჩვენ შემდეგ მოვახდენთ შემდეგ ჩართოს უშუალოდ მათი სახლიდან, საიდანაც დაინახავთ, რომ უბრალოდ კედლით არაც კი არის შესაძლებელი, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მათ სიცოცხლე საფრთხეშია. ვერახებიან ხელით, იმიტომ რომ ძალიან დასვალებულია კედლებიც კი და უბრალოდ გიფსო კარდონის ფორმა აქვს, კედელიც კი მიღებული.